გამარჯობათ. საღამოშვიდობის. როგორ ხართ? როგორ ახართ? საღამო არის რა, 4 საათ 5 დაიწყო. როგორ ხართ? 5-ის ნახევარია, რა ვიცი. როგორ გიკითხოთ, რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ჩვენსკენ ძველებურად მიდის ყველაფერი, ჯერჯერობით. რა ვიცი, რა იქნება, არ ვიცით. თეთრეულს ვრეცხავ, მანქანა მაქვს ჩართული. სარეცხი ერთი პირი გავფინე. ახლა თეთრეულს გავფინე, დაშრება, დაუთავდება, მე საღამოზე აბაზანაში შევარდები, დავიბან. გავსუფთავდები და ესე გიორგიც შეიშრიალებს. აბლაზანაში ყავიდუნაირიოს კიდეო, ვაიმე, თუ კიდე წვიმა იყო დამარცხებული გამოცხადებული. გული კიდევ. აღარ მაქვს თავი წვიმა. ხვალ წვიმა არის გამოცხადებული. კარიერ იყოს და ჯანდაბას წვიმა. მე აღარ მინდა გიორგის წვიმაც რა, ამოვიდა ყელში რა. არც ეს სიცხე მინდა, მაგრამ აღარ მინდა იწვიმებთ. ჩალაფებული, ჩატლაპებული. ძს ცოტა ჰაირი იმას ქნა რა ქვია. გაიხსნაცა. ქუხილი და უბედურება, ვაიმე შაშან იყო სახუმარო ხალხო. გიორგი აბაზანაში იყო და მე და დედაჩემი ტელევიზორს უყურეთ და ფანჯარასთან ხო ის გვიგას, აი ის რა ქვია, დივანი რა. და ის არის რა ქვია. რო გაიქუხა და ბრახაო და მე მეგონა უკან მომხდა თავში მეთქი ის რა ქვია. ქუხილი, ელვა. აი ხალხო, სპეციალურად რო გეკნავ, სწრაფად წამოდექიო თუ ავდგებოდი მიმოვდე. ის ეჩქარა წამოხტი რომ კინა უგარეთ გავარდი. ეხლა მე დღეს გავაკეთებ ქათამი მაქვს ისა რა ქვია. იმაში რა ჯანდაბა ქვია. გამოღებული. წყალში ჩავდები რომ მალე გალოღება და შევწვა. და ბრაცულ ქათამს ტყემათან ერთად. შევწვა ქათამს დღეს. აღა გავაკეთო. ხალხო, აი გეფიცები ჩემ გიორგის და ყველას. აი აღარ ვიცი რაღა გავაკეთო. გიორგი მოიწია აქეთ დედაცო თუნაჩიც. უწეული ვარ, ახავსი ვარ, აგირავ. ჩარვარ პიტაკი. ხო და აღარ ვიცი რაღა მოვიფიქრო საჭმელი რა დავიღალი, აღარ მაქვს თავი. მთელი დღე იმას ავფიქრობ რა გავაკეთო საჭმელი, როგორ გავაკეთო, ვის როგორ უნდა, იმას რა უნდა. რა ძნელია დიასახლისობა რა. დამანებე თავი რა. სულ უნდა იფიქრო, ყველას კუჭზე უნდა იფიქრო რა. და შენ კუჭზე ფიქრობენ, შენ დაღლილობაზე არავინ. და სხვაზე უნდა იფიქრო, საჭმელი, სასმელი, როგორ უნდა გააკეთო, რა უნდა გააკეთო. პამიდორი არის იქ, აღარავის აღარ უნდა ეს პამიდორი. კიტრი არის, აღარავის აღარ უნდა. არავის აღარაფერი აღარ უნდა. ბაზარი ხვალე მოვაოდა. იმ დღეს არ ვიყავით სახში. მარწყვი ახო ვიღაცას ზევით 5 ლარათო. ნოიყიდო და ნოვიყიდო და მურაბა უნდა გავაკეთო. კომპოტი არ მინდა, კომპოტს ბევრი პესო. კომპოტი შაქარიც ბევრი უნდა და დიდად სასარგებლო არ არის. კომპოტიც კაია, ზამთარში გახსნიდა დალი გემრიელია, მარწყვის კომპოტი არ მინდა. ერთი წელი ხო გავაკეთე. არც კომპოტი მინდა და არც ისა რა ქვია. მურაბა. მურაბა კაია და კომპოტი. მურაბები და კომპოტები არ მიყვარს. მე მიჩვენე რომ წავიდე და რამე წვენი ვიყიდო, ვიდრე კომპოტი დავლიო. საუკუნეებს ხოლმე კომპოტიში გინ. გამოვიდა ნეც დავლე მომინდება გამოვიდა დავლე ერთ და საუკუნეებს იმაში აქვს მაცივარში. ხო. გუშინ წინ დავიბანე თავი ხალხო და აი დღეს ასე გონია აი რო ვიკიდებ ხელს, ასე გონია ჭუჭყიანი თავი გახო აი ცხიმიანი. რომ მოუჭირო ჩემთვის გონია ცხიმი გავა. ზეთი გამოვა. აუ რა ჯანდაბა მეცა. ხო და სხვათა შორის მურაბა კაია, მურაბა იცირისთვის იმის ის მალინის მურაბა, მალინა უნდა ვიყიდო, მალინაც უნდა ვიყიდო. მაყოლიც მინდა. კომპოტი იცი რატომ მინდა გიორგი?
იმისთვის არის ფელამუშისთვის კაი. ფელამუშისთვის ხო. ხო გინდა? მარწყვის ის რო გააკეთო ფელამუში. ვაიმე რა. გემრიელი იქნება, რა არომატი ექნება წარმოიდგინეთ ხალხო მარწყვის ფელამუშს. აი უნდა გავაკეთო, კომპოტი უნდა გავაკეთო მართლა. კომპოტსაც გავაკეთებ და ცოტა მურაბასაც გავაკეთებ. ცოტა შეჭამს გიორგი და ცოტა შევჭამ, ცოტას მაცივარში შეყრი. ერთი აი 5 ლარობაზე კილო ხის 5 ლარი გიორგი. რამდენი ლარი? ერთი 10 კილო რო იყიდო რამდენი ლარი? 5 ლარი ხის კილო? ხო. 10 კილო რო იყიდო? 10 ლარი. 10 ლარი, ხო. 1 კილო ხის 5 ხო, ლარი. კილო, ხო. 1 კილო 5 ლარი. 1 კილო არ გამოდის. ისი არ იყოს. ნანული და გურამი რო ხო იცით? კომედი შოუში. ეგ იძახდა 1 კილო არ გამოდისო. არ გამოდისა? ითვლის და 1 კილო ხის 5 ლარიო და 3 კილო რო იყიდო რამდენი იქნებო და 3 კილო არ გამოდის. 1 კილო 5 კილო არ გამოდის. არა, ისაა რა ქვია. როგორღაც ამბობს ზუსტად აღარ მახსოვს. და ისე მომიდო მე 10 კილო არ გამოდის. ყური მეფხანება, ვაი მეტი და რა გავქნა. არიქა დროზე წადი მაღაზიაში. მე მქონდეს ყური გამოსაწმენდი ახლა ივა დააბრალო. არა, მურაბა მართლა კაია, მარწყვის. აუ, ვიციო რა დავწექი მოკლედ რა. კომპოტი და ისიც რა ქვია. კომპოტი კაია. კაია ვარა, იცი რა არის ხალხო. მეტი წილი უფრო აი გაზიანი სასმელები და წვენები და ისინი უფრო ისმება. არა თუ ის რა ქვია. სახლში გაკეთებული ისინი არ მიყვარს. არა, მე მიყვარს ადრე. მე არ მიყვარს კომპოტი. არც ატმის. არც ატმის, არც იმისი რა ქვია, მარწყვის, არც ბანანის. ბანანის არც მანგოსი. კივის რო იყოს, ახლა კივიცით რო კეთდებოდეს. სად არის კივის ისა კომპოტი? არა რო კეთდებოდეს. მაგრამ იმისი, აი იმ დღეს ტელეფონში შემხვდა, ლიმონი იყო თუ პორტოხალი იყო ისა. მურაბა, მგონია ლიმონის მურაბა. ლიმონის არა, იმის იქნება მანდარი. არა, დედა ლიმონები იყო. ლიმონები? ლიმონის მურაბა გაგიგიათ? ლიმონი ესე დაჭრილი ხონდათ ლიმონი, მანდარინს ეგრევე დაჭრილი გულად. როგორც ლიმონს და პორტოხალს აღჭერთ, ხო იცი რომ მოვაჭერთ. ხო. ეგრე მანდარინს დაჭერთ. მანდარინს ფიზიკურად ვერ დაჭრი, ვერც გულად და ვერც გრძლად. უნდა იკასაკი. გავწყვნა და. გავწყვნა. ის კაი იყო, კაი. მანდარინის მურაბაც კეთდება. რანაირად კაცო? იმისი პორტოხლის მურაბა. პორტოხლისგან ვიცი რომ იმას აკეთებენ რა ქვია. წვენს. წვენები ხო, მაგრამ იცი არც არის ნატურალური, აი ის რო არის რა ქვია, ის კაცი რო იძახის რა ქვია. ვინა? რა ქვია, ინდოელი კაცი რო არის. ხო, არუნი ვიცი. არუნი ხო? ხო. ის იძახის გამოწურული ხილი, თურმე არ ვარგებული. არ არის ნატურალური, ისე ჯობია რომ ჭამო. ისე უფრო სასარგებლოა ვიდრე გამოწურული. და ჩვენ კიდე პირიქით გამოვწურავ და გეგონება სასარგებლოა, მაგრამ ის ამბობს ის კაცი რომ არ არის ნამდვილად სასარგებლოა, რა ვიცი მინდა. დიდად გაზიანი სასმელები რო ვთქვა რომ მიყვარს. გაზიანი სასმელებიც არ არის სასარგებლო. არაფერი. სხვათა შორის გაზიანი სასმელები მარტო კი არა. სასარგებლო არანაირად არ არის სახლში დაკონსერვებული ისინიც რა ქვია. ხო, არ არის. არ არის სასარგებლო, იმიტომ რომ ის შეიცავს ბოტულიზმს. ხო, არც ის არ არის სასარგებლო. ხო, მართალია. არ არის სასარგებლო, მე ვიცი რომ არ არის სასარგებლო. ზოგი არც ჭამს და 2-3 წელი რო ინახავს ყოველ იმადი უდეს ტყუილა. ხო. დარწმუნ, ხო და. არ არის სასარგებლო. თან ეხლა რომ მარწვი გააკეთო კომპოტი. ხო. უნდა იდოს მარანშიც სითბოები რო დაცხება. სითბოდი რო დაცხება, ხო. ხო. ის ხო თავისებურად ხო გაცხება. ხო დამჟავდება ისე. ჰა? და ისო რა ქვია, სალიცინო ჩა. რამშოლება სალიცინ რამშოლება იგი ეგ სალიცინებისია რო არა აფეთქოს და დამჟავება რა შუაშია.
ხო, არა, რომ ჟავდება, მე ფეთქდება, ისე კი არა ფეთქდება გიორგი. დომჟავლებლად. აფეთქებას რას ისახება? კრიშკა ეცლება, ასა ბუჰო რო ბუქს დაიძახეთ, მართლა. ვაიმე ერთი წელი დაეჩემა აი ბალი, თეთრი ბალი საეჭო არის, ერთოდ რო გააკეთებ, უიმე რა კარგი სასალაპარაკო რა ვიზზე ვილაპარაკო მეთქი რა კარგი რა კარგი მოგივიდა მიდი. ხო, და ის არის. ერთი წელი დედაჩემა ის არის, რა ქვია. გააკეთა ბალი. დგას. გააკეთა ახლა გავიტანეთ მარანში, რა თქმა უნდა, ახლა მარანში დავალაგეთ კოხტა. დავალაგეთ. ერთი ბუჰ გამოვიდით, გავივლით მეორე. ბუჰ! მერე მესამე ბუჰ! 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 ბახა ბუხი დაიწყო, რა ესე თუ დაპასნია, მაგას ხო მატალი ყავს მეტი. ბალს? ხო, ბალი ხო მატლიანია. ბალი ზოგადად მატლიანია. ხო, შიგნი ხო ისა და კი ახლა კი იმაშვებიან. გულებს აყარიდნენ, რა ვიცი, მე ადრე ეგრე აკეთებ. ხო. გარეცხა გაასუფთა უგანა ისე კი არ ჩაყარავ, გააპრიალა ყველაფერი გაუკეთებს. ბათქაბუთქი არ დაიწყო, აპასნეს. რაზე დაიწყო? აპასნეს ერთოდ ბალი, ერთოდ ეგ თეთრი ბალი, აი მურაბაში უკეთესია, ვიდრე თეთრი ბალი, ჩოვლებრივი? ჩოვლებრივს არ აკეთებენ. არ აკეთებენ მურაბას? არც მურაბას, არც იმას. კომპოტს? რა ვიცი, მაგრამ ბრის წითელი კომპოტი დამილევია. კი, არა, გაგვიკეთებია, ოღონ გოგრაბლები რო არის დიდები. ხო, ცოტა მსხვილები. ხო, და სკელი ოღონდ ბალი მე არ მიყვარს. სკელი კანი როა გოგრაბალი. ერთი წელი ხო გავაკეთეთ, რამდენი მქონდა. მაგრამ მე რამდენჯერ გავაკეთე ის თეთრი ბალი არასოდეს არ გამფეთქებია და დეჩებს ბაქაბუქი გაუდიო. ერთხელ ვიღაცამ რაღაცა ასწავლა და ტვის კომპოტი რო გააკეთა რაღაცნაირი სხვანაირი. რო ისროლა. სხვანაირი მეთოდი. როგორ ისრო და ჰაერში. ხო, თუმცა ეხლა გამახსენდა ხალხო. ვიღაცამ რაღაცა სხვანაირი მეთოდი ასწავლა, ვინ ასწავლა არ ვიცი. ხო და ასწავლა იმ მეთოდით გააკეთა. ერთი თალით არ დაგვრჩა. მეორე გააკეთა ჩოვლებრივად ეხლა გავიტანეთ მარანშიც იმას აკვენდა. რას დაალაგე მარანში რის დაალაგე? ბუფ! ბახ! ბუხ! ისრო და იმებს ხაფულა გადაყარეთ ატმის ფულიც და იმებს. ხაფნო იმებს ისრო და რა ქვია? კრიშკებს რაც ახურავს. ხო, ისრო და ზემოთ. მე იცი რა იცოდა ხოლმე. სანამ ცოტა ხანი სანამ მარანში გაიტანდა. გარეთ ხორ დაალაგებდა მზეში და აქ რო აკეთებდა, სერტ რო აკეთებდა. სამზარეულოს შემოიტანა ერთხელ მახსოვს მეორეთაც სამზარეულო და აი აქ იყო ამაში სამზარეულო აქ. ხო, აქ. შემოზიდა მაგიდაზე და შენდა განახავს. გაჩქიფნა, გატკბილა ყველაფერი. აი მე ჩემი კი ნახო გადაი. აუჭეში როა ეს ხმევა? თუ ჭკუისდან თან მე კრასკით იყო ეს ჭერი და კრასკული გიორგი სპეციალურად რაღაცა კრასკით რა. იმით ჩამოწმინდა ხა ტკბილი იქნებოდა სხვა რა იქნებოდა იქ. აი მე აფათ ხופי დააწევ. და მე რო აი რაც წამოვიზარდე და რაც ვაკეთებ მე კომპოტებს, ნამდვილად მე კომპოტი არ გამფეთქებია, რა ვიცი არასოდეს. ეგ კი არა. იმ დღეს ის TikTok-ში შეიძლება შეხვდება ხოლმე იქო. იმაში ცხოვრობს, რა ქვია, სამგლოგარეთ და დედამ გამგზავნა ტყემლები. ამოიღო ის ტყემლები, გახსნა, უნდა გაიხსნა, ბუჰო დაიძახა ტყემან. ჭერში აასხა ისა, რა ქვია. ტყემალ. და სვარა ტყემალმა. ჭერი, თავი, თმები, ხელები, ყველაფერი სველი ქონდა. დასრილი ქონდა. მაგიდა. ხო და სხვათა შორის იცი რა არის? აი ბუტინიზმი ყველაზე ძალიან მეშინია ბადრიჯანი დაკონსერვება და ლობიო. აი პარკი ლობიოს როგორ მეშინია. ზოგი სხვათა შორის სოკოზაც იმას აშვება აკონსერვებს. არა, მე მეშინია ეგეთი რაღაცები. სოკო ზოგადად ბადრიჯანი აჯაფსანდალს რო აკეთებენ, როგორ მიყვარს ბანკის აჯაფსანდალი მიყვარს. ნამდვილად მეც გამიკეთებია, ბევრჯერ გამიკეთებია, არ გამიკეთებია და არც გაფუჭებულა და კარგი იყო, მაგრამ მაინც შიში მაქვს რო ვჭამ. მე რო გავხსნით. ჯერ ხო კარგა გავწმენდა ამ იმას ბანკას. მე ჩავასხამ იმაში, ქვაფში, ამ იმას და ვადუღებ ხალხო რომ მაინც მეშინია. და ლობიოს ახლა ისე მე შეუნილებლად ვაკეთებ ბადრიჯი, ჩაულებრივ მთლიან ლობიოებს მოვთუთკავ. მუხარშავ, გაუკეთებ სტერილიზაციას,
ჩავასხამი ნახარს წყალს მაგაში ვინახავ და ის არის რა ქვია სტერილიზაციას უკეთებ ხალხო და ინახება მშვენივრად კი ახლა სადილებში ვიყენებ ელემენტარულ სიტყვაზე გამოვიყენებდი მაგრამ აი მეშინია რატომღაც აი რატომ ზოგი სხვათა შორის სუკოსაც აკეთებს ხოლმე იმაში ხო კონსერვად და სხვათა შორის ხალადეთსაც აკეთებენ კონსერვად გიორგი ხო ძალიან კარგი არის უნდა იყიდო თავი მთელი ზამთარი ისა რა ხო ხალადეთ ლაბასხულზე იდა კი ხო ხალადეთი მთელი ზამთარი უნდა იყიდო ორი თავი კარგად იმასკა ჩაასხა ბანკებში რა არის მე რა აი როგორცა ვიღაცა დაკავს იმას ღორს ხო უნდა იყიდო ღორის თავი ორი ცალი დადგა და ახალწლისთვის აღარ დაგჭირდება მე მათ ხო წვალება იქნება ხო ხო ო ინახავენ ბანკებში ხო ბანკებში სტერილიზაცია არ უნდა მოხუპავდო სიო მეტი რა იმასაც ხო იმას აშვებიან ხოლმე რა ქვია ხო რესბიან ბანკას რესბიან ბანკებში ხო არა კეთება განაცუდია ხორცს ხო ინახავენ ხოლმე კი ბანკებში დამარილებულს ვაიმე ერთი წელი გქონდა გიორგი დამარილებული ხორცი ერთი წელი ერთი ბანკა გადავარდა აი გავიხმარეთ მთელი ზაფხული მთელი ზამთარი ვიხმარეთ და სექტემბერი ის იქნებოდა რა სექტემბერი ესე ხო და ხორცი ბოლოში ეტყობა ბანკებს რო ვალაგებდი ამ კამპოტებს და იმებს იქით შენ პატარა იყავი მაშინ როგორ ბოლოში გადამიდია ეს 1-3 ლიტრიანი ხორცი დაკონსერვე იმისი რა ქვია დამარილებული და შენახული და სურბილი გიორგი ხო მე რბილი ავიღე ახლა ეს ბანკები რაღაცა მინდოდა წვენი გამოვიტანე გონია ატმის თუ რასი მგონია მარწყვიც ქონდა გაკეთებული მალინაც ქონდა ისიც ქონდა რა ვიცი ყველაფერი ქონდა გაკეთებული დავინახე ეს ხორცი გიორგი იმდენი ხორცი ამოვიდა იმ იმაში რა ქვია 3 ლიტრიანში ხო აი რანაირად იყო ისე ჩატენილი რომ იმდენი ხორცი ამოვიდა აი დიდი თასები როგორ დიდი თასი როგორ აი ახლა კათამჭამდე მოზდი აი ცოტა მოზდილი კი არა ცოტა ისა საშუალო თასი რო ხო ის უგავსოს თავიდან ბოლომდე რანაირად იყო ჩატენილი იგივე ვაიმე ისე მე როგორ დავალბე მთელი ღამე წყალში მქონდა თავისთავად სიწყალში ხარ წყალში ხო აბა იმას იზა რა ქვია ხო და მარილი გამოვიდა მე უცვალე და უცვალე სანამ დავწევოდი უცვალე ეს წყალი მე მთელი ღამე გავაჩერე ისეთი გემრიელი ხორცი გამოვიდა მე ამ ხორცი გავაკეთე ხანხინ კატლეტები გავაკეთე ბლინჩიკები გავაკეთე იმდენი ხორცი ამოვიდა ხალხო რო გავატარე იმდენი ფარში მაგ 3 ლიტრი იმის გა ხო იცი რომ ხელა ფარში გახდა გიორგი ადრინდელი რა ვიცი მე ახლა ყველაფერი დნება გიორგი რო წვა მე რა ვიცი წავ კი არა ხალხო იცი რა არის ხორცს რო იყიდი და იმასი რა ქვია ამ ხელა რო არის აი ამ ხელა ნაჭერი რო არის ამ ხელა ხდება ხალხო რა უბედურება რა ზედნება ვიღავი რო იწვენ ხო რო შეწვა რო დადებ ტაფაზე აი ამ ხელა ნაჭერი ვიყოს ამ ხელა გახდება ხო ამაზე პატარა კიდე ხო მართალია და ის რა ქვია იმდენი ამოვიდა ხალხო რომ ქვეყანა და იმ დღეს ის რა ქვია მე რო კალბასი მოვიდა ქვევიდა რო შესაწვავი კალბასი ამომა ხოლმე ქვევიდან ხალხო იმ დღეს შეწვა ამ ხელები გახდა აი რეზინები იყო გძელი ვისკუბეჩავდი რეზინი რო გინახავთ აი ზუსტად თან მარილიანი და არ არის გემური კალბასი აი ლიბრედან ბევრჯერ მიყიდია იქ შესაწვავი კალბასი გემრიელია ნამდვილად და გემრიელია შემიწვია კიდეც და გეგონოთ ის რეზინივით რეკლამა არ არის რეზინივით არ არის ხოლმე ეს რეზინივით იყო არა და ამ კალბას ადრე ყიდულობდი ხოლმე უბრალოდ ძეხს ყიდულობდი ხოლმე ადრე ბევრჯერ მიყიდია და ეგეთი არ ყოფილა და ეხლა რა ჯანდაბა და ეტაკა რატოა ეგეთი ვერ ხვდები რაღაცა აქ უეჭველი გარეული შიგნით რაღაცა სუნელები და ისინი აქ ხო რაღაცა გაკეთე რაღაცები აქ გარეული ხო და სხვათა შორის საყამებელი ძურებია მაგას რო შეიკრა ხო და ხო სხვათა შორის ძალიან აი იმდენი ის გამოვიდა ხორცი იმდენი ხორცი გამოვიდა იმიდან რომ 3 ლიტრიანიდან გადავარდი ისე გამეხარდა რომ ვნახე რა კაია მეთქი ქვეყანა რამე გავაკეთე მთელი ზამთარი ვიყენებდი ეგრე მაგ ხორცს ეხლა ეგრე აღარავინ აღარ იყენებ
აღარ აკეთებს. დახლი მაცივრები იყიდება. ნახმაცივრები არის ყიდულობს ხალხი და ის პატარა დახლი მაცივარი მართლა კაია, უნდა გაიჭიროს ადამიანს. უნდა იყიდო რა. იყიდო რა. მართლა დახმაცივარი ქათამსაც იმაში ჩადებ რო ჩაყინა. იმას იზავ რა ქვია. რაღაცაებს ჩადებ, ხორცი იქნება ჩადებ. და ამ საყინულეში კიდე სხვა რაღაცა შეინახავ. ხო. ჩადე რა. შვენიერი. კაია დახლი მაცივარი. ხალხი გიჟი კი არ არის უკიდურეს. რაღაც როსუნერად ვარი გიჟი. პატარა, კომფორტული და მშვენიერი. ადგილსაც არ იკავებს ძალიან. ხო. დიდებიც არის უფრო მარა. დიდები არ გინდა რა თქინა შენ დიდი. და ჩვენ პატარა მაცივარი გქონდა ხალხნო, ჩვენ არიცით რა იცით. არიცით თქვენი ის მაშინი YouTube-ელი არ ვიყავ. ვაიმე, აი ამ ხელა, ამ სიმაღლე იყო. აი ამ სიმაღლე იყო თუ. აი ამ ხელა დაახლოებით. ხო, აი მაქსიმალე იყო. ნახევარ საყინულე ქონდა ხალხო, იმნაირი კარგი მაცივარი იყო. იმდენი რაღაც შედიოდა. ხო, ერთი ხმო შედიოდა მთლიანად და ქვემოთაც. ხო, ნახევარი ხო საყინულე იყო, ნახევარი ის იყო. რა ქვია? მაცივარი ჯო. მაცივარი, იმდენ რაღაცა შეტევდი იმ პატარა მაცივარში, იმდენ რაღაცა შევალაგებდი, რომ ქვეყანას და აი ამ ხელა მაცივარია ჩვენი ხალხო. ძლივს ხანიქით უნდა მიწიო მოუნაცვლო რაღაცა შედო. ხო, რაღაცა იმას აქნა. ხო. იმაში იმცეთ კოხტა დავალაგე. ან შეეწენო და გაიჭენება ხოლმე აღარ გამოდის. ხო. ისე კოხტაც გავაკეთებდი რომ რა ვიცი და ახლა ყველაფერი უმართად არის რა. მე რა ვიცი ამ ხელა მოხეული მაცივრები რო არის და არაფერი შედის შიგნით. ტევადობა არა. ხო. აი ბევრჯერ მინახავს მაღაზიებში მაგალითად. შემიმოწმებია მაცივრები, იმას მიქნია რა ქვია, და მივლია მაღაზია, შემიმოწმებია მაცივარი. ჩემ ხელა ის ხო არის რა ქვია, მაცივარი. ჩემ ხელა მაცივარია და ის არის რა ქვია. საყინულე რო გამომი, აი ხელა საყინულე ზუსტად. ხო. ერთი ბეწო საყინულე. ემაში რანაირად უნდა შეხვიდე თქო. საჩედო. რანაირად უნდა შეხვიდე კი არა, შედო რაღაცები. საჩედივანე და ო, მაცივარში შედივარ ამბა საყინულეში. ხო და აი რანაირად უნდა შედო და სხვათა შორის კომფორტული, აი გარედან ვიდები აქ. გარედან კი ვიდია. მაცივარს ვიდია გარედან. ოღონდაც იცი რა არის რომელი მაცივრები არ მოგწონს. ესეთი მაცივრები რომ გამოსაღები ვაიმე კარადას მაგორებს მაცივარი არ არის ეგა. ეგ არის კარადა ჩვეულებრივი. ბრახი რაღაცა მოუხეული. ხო რა. არ მიიყვანა, არ მომწონს ეგეთი მაცივრები. და შავი ფერის ტექნიკა მომწონს კიდე. მაგრამ ბევრი ის უნდა რა ქვია. მოვლა. რასა? შავი ფერის იმას. ტექნიკას. და ეხლა რომ ფერადი მაცივრებია შემოსული. წითელი, ყვითელი, მწვანე, სხვადასხვა ფერები. ხო, ძველებურ მაცივრებს. მე ძველებურ მაცივრებს აღარ, ხო? ხო და აი ვაზე ვიძახე, ეს მეშინია ძალიან მე იმის ბუტულიზმის. იმისი ბოტულიზმის ხო? ჩვენთან ჩემი ნათესავი მოკვდა იმითი ბადრიჯი აჯებსთან დაიჭო. დაკონსერვებული? ხო. უიად წამლა და ეთყობა არ იყო თანადოდ თუ რა ზემოწამლა რა მო. რა ვიცი. ალბათ შეყვა რაღაცა. უცბად შეიძლება ბოტულიზმი შეეპარა. არ ვიცი, მაგდენი არ ვიცი რა მოხდა მაშინ პატარა ვიყავი რა ვიცი. ვიცი რომ და მის მერე დედაჩემისგან ჩაგუნილი მაქვს ეშინიან დედაჩემს ბადრიჯნის. ზოგადად ბადრიჯანი არ მიყვარს ისედაც და აღარც ვაკეთებ მე ბადრიჯანს ხარ ხო არ ჭამ ჩემი შვილი და ტყუი ბადრიჯანი არ მიყვარს. ადრე ხალხო პატარაობაში ჭამდი ბადრიჯანსაც და რა ჯანდაბა დამეტაკა. ნიორია ჭამდი ხოლმე რა ქვია, დავნაყავდი ნიორს, დავასხავდი წყალს და ჭამდი. ხალხი კიდე შემეძლო რომ იმას მექნა რა ქვია, დამეჭირა და ვაშლივით მომეკვიჩა. და ეხლა რა გამაკეთებინებს მაგას ხალხო? ეხლა ვეღარ ნიორს ვეღარ შეჭამს. ნივრის სუნი რო სახში დგას გული მერევა ბოდიში ამ სიტყვაზე. შენ კორონის მერე თუ შეიცვალე. არ ვიცი რა ჯანდაბა დამეტაკა ამ ბოლო დროს.
არ ვიცი, ვერ ყობა შეეცვალა. მაკარონი ხო უყვარდა? გონია ის მაკარონი. ვაიმე აღარა ხალხო, მაკარონი შემეძლო რომ მთელი დღე მეჭამა. ეხლა მაკარონი რო არის. შეიძლება მაკარონი არ ავჭამო და მარტო პური ვჭამო. აი კარტოფილს როგორ ჭამდი ხოლმე, მიყვარდა კარტოფილის ჭამა. აი ეხლა კარტოფილსაც იმას შევჭამ და всё. აღარ უნდა. კარტოფილი სულ უყვარდა მოხარშული შემწვარი, ყველა ბრუნვაში მიყვარდა აბსოლუტურად. რა შეიძლება დამეტაკა რა უბრალოდ. ახლა ახალი კარტოფილი იქნება სუნელებში კარგი შემწვარი. სუნელებში შემწვარი კარგი. ის სუნელი ვიყიდოთ რა ხორცის სანელებელი რო არის. ხორცის და მექსიკური მინდა რომ იმ კარტოფილს უხდება. სამი ცალი ან 4 ცალი ვიყიდოთ რა. ხო. მექსიკური სუნელი ზოგადად კარტოფილს უხდება. მექსიკურიც და ის ხორცის ისიც უხდება. ხორცის საკმასი. ხო. უხდება კარტოფილს? ხო, მე გამიკეთებია შემიწვევდა რა ვაიმე რა გემრიელია რომ მითქვი. მალა. და სხვათა შორის აი ხორცსაც კარგი გემოსაძლევს ეგ სხვათა შორის. ხო, ბლინჩიკის იმასა. ბლინჩიკის, ვაიმე რა კარგი გემომიისა. ჯერებით გემრიელია ბლინჩიკი. ჯერ ზოგადად ბლინჩიკის ხორცი გემრიელიაში. ბლინჩიკის ულარ უნდა ისედაც კარგად შეიჭრება. უნდა გავაკეთო ეგ ბლინჩიკები უნდა შევყარო. გავაკეთე ფარშს ვიყიდი და გავაკეთო და შევყარი მაცივაში. ხო, გამოიღებ და შეჭამ. ხო. გამოიღებ, შეწავ და შეჭამ. ხო. ყოველ წუთას მაღაზიაში რო არ მიარო. რაღაცა იქნება. ей რაღაცა მომიდება ხოლმე, შემიძლია მაღაზიაში ბოლო ფული მივახარჯო. რა ჯანდაბა დამეტაკა. აი სახში რო სულ საჭმელი იყოს, მილიონი საჭმელი, შეიძლება რაღაცა ვიყიდო. აი ახალ წელზე მაგალითად, აღდგომაზე. ხინკალს შევჭამ და იმას არ შევჭამ. და წელს ახალ წელზე კიდე რა ვიცი რა განწყობა მქონდა და რა გუნება მქონდა, ვერ მივხვდი. აი ესე მე ახალ წელს არასოდეს არ შევხვედრი ვარ. ახალ წელზე კალბასიც უნდა ვიყიდო. გიყვარს და იყოს. სხვათა შორის ხალხო წელს ახალ წელზე ალბათ დამეთანხმებით ძალიან ცუდი ის იყო რა ქვია განწყობა. რატომღაც ხო და ბევრი რაღაცის კეთება კაია. პროდუქტი რო გაქრა თქმა უნდა სახში ბევრი გადა ისიც ვერ ამჭამე ახალ წელზე სხვათა შორის რა ქვია გაჩეჩილი არა და როგორ მიყვარს გაჩეჩილი სარათი მიყვარს და ვერ ამჭამე მე ძველი ახალწელზე სტუმრები ყავდა ლუდი დავლია ხალხო და ლუდმა მომწამლა უეჭველი ლუდმა მომწამლა იმიტომ რომ იმის მერე ცუდად გავხდი მაშინ რა ვირუსიც იყო ეგეთი მაგრამ ლუდს რო ხედავ რატო მაჟრიალებს ლუდის სუნი რომ მომივა მემართება უფ სვადი ლუდს სვადი ახლა არ იმას არ შევოდი გახედკვამდე არ შევოდი მაგრამ ეთიჭიკა შემეძლო რომ დამელია დიდად სასმლის მოყვარული არა ვარ მე დიდად კი არა სასმლის მოყვარული არა ვარ არა დალევით ხანდახან კი სვამ მაგრამ საჭიროა სვამ მაგრამ უბრალოდ მე რა ვიცი გახედე მე რა ვიცი გავხედო მიგრია ჩვენი საქმე და ხარ მომწერა მარინი არა ვიცი რა ვიცი ნახო ხო შიგნი შეერთებულია და მანქანა ნახეაბა თუ ის არის და გადააბრუნე და გამოვალ და გავფე ხო და ეგრე რა ვიცი ხალხო ჭამასმა ათასნაირი ძალიან სხვანაირი მჭმელია გიორგი არაფერი არ უნდა სახში საჭმელი წვნიანი იმდენად არ უყვარს ორში უყვარს დიდად ქათმის ხორციც არ უყვარს
დიდათ არაფერი არ უყვარს ისე, რო ვთქვა. საჭმელის ვაიმე რა ძნელია, იცი, რაღაცას რომ იმას ქნი, რა ქვია. მოახერხებ და იმასაც აღარ აჭამ. კიო, არადე? არა. ვინ აბრახუნებდა? ნელი. რა საკეთებს? ფეხებს იბანს მგონი. ხო და ეგრეა ჩვენი საქმე, აქ უნდა შევწავლო სკილიპარდები რა. მოხსნე სკილიპარდები. რაზე და ისე რა არ უხდება სკელი აქ შემოსასვლელში. ძალიან ამეტანი სკელია თან ეს პარდები. ხო, ხელს იმოსხინდა. ხო, ის სკილიპარდები იქით გვადამკიდო სახში. სკილიპარდები. აი ესენი იქით მარაში, იოთახში, კუხნაში. ნაცრისფერებია და იმაზე წავა. ესენი იმაზე წავა რა ქვია. კუხნაზე წავა და იმ. ხო. ის არის რა ქვია. რა? მოკლეები არ არის ძალიან გრძელები და მგონია კარგად. ერთი ისინი გავრიცხო, მე მგონია გავაკეთებ ხვალე მოხსნი. ხვალე გავაკეთებ რომ მოვალე. რა ვიცი, ეგრეა ჩვენი საქმე. რამდენზე ვართ კიო? 30. რა ქნა მას არის ხმაქანა? გამოურთი. გამოურთია? ხო. მანქანა უნდა შეუერთო. მაგ ჩართული ახლა თეთრეულს. გავფენ ხალხო. არავის არ მოუწერია. არა. ის არის რა ქვია. მეორე პარტია შევყრი პროსტინებს. ბალიშის პირებს და მე დაშრება და მე დააუთავებს ადამიანი და შედებს იმაში შკაფში. მე სულ ერთი და იგი ხალხო ის მინდოდა ვითომ მე ჩავსვა მეთქი რა ქვია. ხელსაბნებს დავიხურავთ მეთქი მე საზაფხულოს. რას დაიხურებ კაცო ცივა? საღამოობით ცივა. ეს დაიხურა ის არის რა ქვია. ამინდი ყოველ წუთას იცვლება ვერ ყურე. ხო და ღამე ცივა. ხო. მე კიდე ვეღარ გავიგე უკვე რა ჩავიცვა. ხო. აი დილით რო ავდგები მე მგონია რომ ის არის რა ქვია სითბო. არა, არ არის სითბო. არა, მაინც თავისებურს უსხია. ციმბირში მგონია თავი რა უხრობა არის რა. კი, მართალი. ვეღარ გამოვიდა ხალხო ამინდები რა არის. არ მინდა მომბეზრა უკვე ეს წვიმაც. კი, კაია ისა რა ქვია. სიგრილე, მაგრამ მოვიდა ყელში ზაფხული. კაი რა, ზაფხული უნდა იყოს და როცა გასაწვიმებელია მაშინ გაწვიმდეს ნათესები რომ მოუხდეს. აი ემდენი წვიმა რა უბედურება. ხო, რო ის არის. ნათესებსაც მოუხდეს და ცოტა არე. ცოტა აგრილოს. ხო, არე. ხო. რაღაცას იმას ქნას ან მოუხდეს ყვავილს იმას. ეხლა გიჟივით იწვიმებს და მე როცა საჭირო მაშინ აღარაფერი აღარ. ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ისეთი სიცხეები იქნება რომ რა ვიცი. ხო, 3. აი მე დედა. ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. 4. ხალხო 4 სექტემბერს არის გიორგი და 4 სექტემბერს მე ვარ დაბადებული. 28 ნოემბერს დედა ჩემია დაბადებული. მე ვარ ზოდიაქოთი ქალწული ვარ ზოდიაქოთი. დედა ჩემი არის მშვილდოსანი. ხალხო კიდევ ერთხელ თხოვნით მოვართ. გამოიწერეთ რა ქვია გუგუნას ისა მიკროატის ბერძენში. აი მე თეკოს ბლოგ გამოიწერეთ კიდევ თხოვნით მოვედი. გეხოწებით, გევიდრებით, გამოიწერეთ არხი. რომ мотивация კონდეს. мотивация მიიცეს რომ უფრო და უფრო მეტი ვიდეო გადაიღოს. გაიხარეთ, წინასწარ გიხდით მადლობას. ჩემო ძვირფასებო და ტკბილებო. როგორც ჩვენ გუყურებთ, ისე იმას უყურეთ. და
კაი გოგოა. შვენიერ კარგ სადილებს ამზადებს. კარგად საუბრობს, კარგ ვიდეოებს იღებს. კი, რა თქმა უნდა. კაი გოგოა, ჩემი გოგოა. მიყვარს ძალიან. მე იმედება. ძალიან კარგი გოგოა. თბილი, ტკბილი, რა ვიცი. მეტი რაღა უნდა ვთქვა, რა ვიცი, ყველანაირად კარგი გოგოა და გთხოვთ კიდევ ერთხელ გამოიწერეთ თქვენ როგორი ხალხიც ახართ, იგივე ისეთი გოგო არის, ისიც ტკბილები, თბილი, რა ვიცი, ყველაფერი ჩვენი გამომწერია, ასევე ბლოგერიც არის. ასევე ბლოგერიც არის და გთხოვთ ბლოგერი, რა ვიცი რა. გეხვეწებით და გევედრებით, გამოიწერეთ მისი არხი. აი, ის არის, რა ქვია, გოგო. შვენიერ სადილებს გასწავლით, შვენიერ კაი რაღაცებს აკეთებს, იქაურს. თუკი. ვაიმე. თუკი. უყურე. ხელი გავიჭერი. დიდი რამე არის ახლა. გავიჭერი ამითი. ნუ იხსნი. უყურე, ავიცადე კანი. რა შაშვი დააღები. ისე მქონდა მოჭერილი რომ გასავქენი რა ქვია. გევიჭერი ხელი. ხო და ესია ჩვენი საქმე. რა ვიცი, ყველაფერი კარგი უნდა გქონდეს ყველას. ბოროტსაც, არა ბოროტსაც, რა ვიცი, ყველას გამოასწორე, ბოროტი უფალო გამოასწორე, კეთილს მიეცი, ბევრიც და ყველაფერი კარგი, კეთილსაც. და ჯანმრთელობაც კიდე. კეთილსაც და არა კეთილსაც, რა ვიცი. ყველა ჩვენი სიმღერად ყველა კი არ არის ნათქვამი სიმაც რო გითხრა. სიმღერა როა. ის არის რა ქვია. კიდე ძალიან ცოტა დრო სიწმინდის დღეს მერთმა დაგიფაროთ თქვენ და თქვენი ოჯახები ცუდისგან, სიბოროტისგან, სიმართლე რო გითხრა, იცი რა არის? ხავისგან, რა ვიცი, ყველა ოჯახის ის არა ქვია. სიწმინდის დღე დააწესეს და დღის დაწესება საჭირო არ არის. წმინდა თუ არის ოჯახი, უნდა იყოს წმინდა. ყოველი დღე უნდა იყოს, ყოველ დღე წმინდა უნდა იყოს. ერთი დღე კი არ უნდა იყოს, რომ ისავ რა ქვია, ოჯახის სიწმინდეო და მე დამთავრდეს. ოჯახის სიწმინდე უნდა იყოს. ხო, ყოველი დღე უნდა იყოს. კი, რა თქმა უნდა. და დღის დაწესება კიდე არ იყო საჭირო. ყველაფერი კარგად უნდა იყოს, ჯანმრთელად, ბედნიერად, რა ვიცი. ყველაფერი კარგი უნდა იყოს, სასახელო, გემრიელი, რა ვიცი. ყველაფერი, ჯანმრთელობაც, სამსახურით, იმდენი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ელემენტარული ის არ უნდა იყო, რა ქვია, ვიღაცის ხელშემყური არ უნდა მე ვიცი, საქართველოში ყრია სამსახური. დაბლოკე? არა. აღარ დაუწერი არაფერი. მიხვდა ალბათ. უყურებდა, ვიცი რომ უყურებდა. არა, უბრალოდ იცი აი. სამსახურები რანაირად ყრია ხო? სამსახური რო ეყაროს და ყოფილიყოს, რაზე წავიდა იმ ვეღარ ვიპოვე ის ვეღარ ვიპოვე, კომენტარი მე მგონი წაშალა თვითონ. ის არის რა ქვია, სამსახური იქ რატო წავიდა? უცხოეთში ხო? ხო, თუ სამსახურები ყრია და ხელფასები თუ კარგი აქვთ და ჩამოვიდნენ და მხოლოდ სამოგზაუროდ ხო შეიძლება რომ ევროპაში იარონ. რატო მიდის? რატო წაბრძანდა? რატო წავიდა? იმიტომ რომ სამსახური არ აქვს, ხელფასი არ აქვს კარგი. და წავიდა. ხო, თავის ოჯახის გულით. უნდა წავიდეს, რა თქმა უნდა, მე იმას კი არ ვიძახი რომ წავიდეს კაცო, მაგრამ ნუ გაიძახის მაშინ ყრია სამსახურებიო. ჩვენ ვიცით, ჩვენ საქართველოში ცხოვრობთ და ვიცით ყრია თუ იმას აშვება რა ქვია. არ ყრია, ხო? ჩვენ უფრო არ ვიცით. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა დავანებოთ მაგ თემას თავი. ნამდვილად. აი არა, ტოროლა. შეიძლება მაგ თემებზე საუბარი დავანებოთ თავი აღარ შემიძლია. რო ეყაროს აქ კი არ ვიძლებოდი.
იქი აუდგი ახლა კათამიც დასაჭრელი მაქვს შავწვა ყველა საქმებული წაიღო რა წეღან დავჯიქი ხალხო თეთრეული გამოცვალე სამზარეულო დავალაგე თავიდან ბოლომდე 3 ოთახია ის დავალაგე რა ვიქენი მე ოთახს როქი ის ამოვიდე როზი ეს ვქენი და ეს ვქენი დამოვარდა რა მოვარდა რა აი მოვარდა ნი არ გქონდა ზეა აი ხაიტავაშო თასე საბუდოკიოკი უნდა იგერი რა ვიცი ხან ალთას მივედეთ ხან ბალთას მივედეთ ხან კონცერტს მივედეთ ხან ბოდიალეთ რაღაცეები ხალხო მე რა ვიცი ხან იმას მივედეთ აუ ხალხო რა ძნელი ყოფილა აღარ ვიცი უკვე ხანდახან რა გადავიღო და რაზე ვილაპარაკო ვისაუბრო აღარ ვიცი ხანდახან აღარ ვიცი რა ხანდახან გავიჭედებით ხო დავიწყებ ზლიყინს ხანდახან გაჭედილობა გვაქვს ზლიყინს ხალხო ეს ამინდების არ გამოვიდა საჭიროება ამინდების არ გამოვიდა ხო რო გახვიდე ადამიანი და გამოხვიდე რაღაც აქნა დავიწყებთ ასე ზლიყინს ზლიყ მანქანა რო გაზლიყინდება ეგრე ამინდების არ გამოვიდა ხალხო რო გავიდეთ პიკნიკი მოვაწყოთ რაღაცა გავაკეთოთ რა ვიცი ამინდები რა გინდა ის არის რა ქვია გამოანათების მზე უცბად ამოქროლდება კარი წამოვა წვიმა წამოვა გრიგალი წამოვა ტორნადო რა ვიცი ყველაფერი მოკლედ ეს დალოცვილი კახეთის და დაამხო სეტყვები და უბედურები და მაინც რა დალოცვილი მიწარი ესეთი რომ მაინც მოდის ვაიმე ღმერთო ისი კახეთი იმას აქნაო გაანადგურა და არ მოსავალი გაანადგურაო კახეთში იძახიან კახელები იძახიან და ვისაც აქვს და სათბურებიც კი გაგვინადგურა იმანო რა ქვია წვიმამო და საიდან შემოდის იმპორტი ეთქობა არა საქართველოში მე ისევე მოდის კაცო ხელმე ხო და იმპორტი რო არის ისიც კარგია რო შემოდის და მთლად ისე არა ვართ მე რა ვიცი ამ წვიმებმა და იმებმა სეტყვებმა გაანადგურა თან სეტყვები პატარა კი არ მოდის აი ხელა სეტყვები მოდის თავში რო დაგეცეს თავში რო დაგეცეს მას ისევ რა ქვია ჩავატვინამდე ჩაგიხრე თავს ო გახრე თავს კეფას ხო და რა ვიცი ადამიანი არის სწავლება არის რა აი დღეს ის არისო რა ქვია უდბარელოდ წვინდა უნდა წამეღო კოლგა გუშინ წინ მგონი თუ ვწდები ხო სამშობლოდან ჩამოვიდით სამსახურიდან და მე უნდა წასულიყავი მაღაზიაში უნდა წამეღო კოლგა ხალხო ავიღე კოლგა დავადექი გზაზე ეზოში არ ვიყავი ეზოდან არ ვიყავი გასული აი ესე ამიტრია კოლგა აი ასე ბალერინას ავიდადგა ბალერინები რო ესე ხელებს იზამენ ხოლმე ესე ტრიალები ისე დავიდგა კოლგა ლამის გამაფრინა აეში მე მივბრუნდი დავდე კოლგა და რაღაცნაირად გავასწორი კოლგა გავ ხო და დავდე კოლგა წავედი ისე დავადექი გზას დაუშვა დავალპო გასაწური მოვედი თმებიდან ასე წყალი მოდიოდა სახეზე ცხვირიდან თმებიდან რა ვიცი წყალი მომდიოდა უარი ოერთხელ რა მოგაწიმა იყო აქ წყალი შემოგვისხა ხო ვაიმე ესე რომ დაცურა და ყველაფერი აი იმ ოთახში ხალხო იმ ოთახში შემოსასვლელში დივანი ასე ცურავდა აი ესე აკეთებდა ზუსტად უყურე ხელი ჩამაგდა გვიან ჩაუდის აბაკინ არა ეხლა აღარ აქნა შენ ვერ აკეთე წეგან ქნა ეხლა აღარ ქნა
ხო და ეგრე. ესე დაცურა და დივანი. მე ვიდექი დივანზე და ვიცინოდი. ეს გამოუაშრე. პატარა ვიყავი ბაჭი რა ვიცი რა ან რა მაცინებდა საერთოდ. რა იყო სასაცილო იქ. ერთხელ კიდე სადაც სამზარეულოა ეხლა. მანდ იყო ესე დიდი აღმოღრმავებული კარები არ აქვს რაღაც. მე ოთახი არ იყო. ოთახი არ იყო ხო? საუჩინე იყო და ის. ხო, რაღაცა იყო ხო და ამოღრმავებული იყო და ხო დაინგრა ის კედელი ისა. ბეტონი და მე ხო, ამოღრმავებულიც იყო თან. ხო და ის არის რა ქვია. მანდ იმდენი წყალი ჩაგუბდა რო რა ვიცი. იმას და მისავით იყო რა ქვია. აუზივით. მე აქედან ძლივს იმას აქნა რა ქვია. დედა ჩემა გაიტარა წყალი. მე ტიროდი და გიორგი კიდე იცინი. ხო. გზებზე ასე მოდის ხოლმე წყალი. რუსავით. დინარესავით. მოდი ახლა დავემშვიდობთ 42-ზე 44-ზე. ამიტომ წავად გიორგი. 5-ზე. ეხლა 6-ზე მგონი. 6-ზე ვართ. შეხვედი იმაში ვიდეოში. კამერას შემოვედი ხალხო. რა ვიცი, ეგრეა ჩვენი საქმე. იმედია რომელიმე სოფელი არ დატბურა. მე ხო საინფორმაციოს არ უყურებ. მე ყველაზე ადრე მევიგებ მაინც. რა აზრი აქვს? ტელეფონი გიგავია. Facebook-ში ხო ის არის რა ქვია, საინფორმაციო ინფორმაციის მაცნეა. ვინ მოვდა, ვინ დარჩა, ვინ დაქორწინდა, ვინ იმაში წავიდა, ვინ ჩამოვიდა, ვინ სად რა მოხდა, სად ომია, სად წყალდიდობა ყველაფერი იქ არის. ყველაფერს იქიდან ვიგებ. TikTok-ი მე გააშანშალებენ ხოლმე ვიდეოებს ეგრევე. პირველ დროს წვიმა და ის დაიწყო რა ქვია. წინა დღეს ბათუმში ის იყო შტორმი და ვიღაცა ვიდეოს იღებდა. ქარს მოქონდა ყველაფერი წინ და უკან და ვიდეოს იღებდნენ. ეგრე არის იციან. ის დაინგრევა ყველაფერი, ინგრევა, მიწისძვრა, ინგრევა და ის ფოტოებს იღებენ და ის. ფოტოებს და ვიდეოებს იღებენ, ხო. კორპუსი რო ინგრევა ხოლმე, კორპუსი ინგრევა და ვიღაცა წინ უდგას და იღებს. რას უდგა ხარ შედალოცილო წინ გაიკეცი იქნება თავში დაგეცი რაღაცა წადი რაღაცა ხშოში რო ის იყო რა ქვია ის რო წამოვიდა ვიღაცა იდგა და იმას უყვებდა რა ქვია როგორ მოდიოდა რას იხარ ადამიანო შეკაი ადამიანო რას დგა ხარ წადი გაიკეცი რა სანამ გადაგიარა იმ რაღაცა სასწაული ინფლუენსერობა ძალიან ის არის რა ქვია ძალიან მსხვერპლს მოითხოვს ხალხო ვაი მე ისო მაგარი ერთხელ რო მიწის რა იყო და მე ყვევით ვიყავი და რა ანჯღრე იმანო მას რა ქვია დიმას რა ანჯღრეო ვიცომ ნასკებს ვიცომ და მიწის რა იყო ხალხო დილით დგებოდი სამსახურში უნდა წავიდეთ გიორგი კომოთ იყო მესამე ოთახში და მე ხო ვიწექი და გამგარიყავ ასე შვებოდა საწუ და გიორგი რას ანჯღებეთ კი ემი აი ეს ადამიანი რო დაიბნევა რანაირად რა მე რას ვანჯღრევდი მე ვიყავი ქვევით და შენ იყავი ზევით ხო თქვი ახლა და ავიბენი რაღაცნაირად და იმიტომ უნდა მდგარიყავი რაღაცა მქარა მიწა თითქოს იფხულა და წამიღოთ ჩემი საწოლიანა წინ როამდენი წინ იყო გიორგი სად იყო თვალი იქ არ იყო გიორგი იმ ოთახში და რანაირად გამოძრავებდა მდივანს ახლა მე რა ვიცი მე თუ ბერავა ახლა ხალხო და იზანზარა და მიწისძვრა იყო და დივანს აღდევასაფერი რა ქვია მე რა შუაში ვარ მიწისძვრა გარე მიწისძვრა მე რა შუაში ვარ თქო
ერთხელ კიდე სკოლაში დავდიოდი მაშინ, იმას არის აქვია. ავიდე იქ ჩავიცი ყველაფერი ჭამე და მუთფილმები რო გადიოდა ხოლმე, იმას უყურებდი ხოლმე. მიკი მაუს უყურებდი, კარგად მახსოვს. და უნდა წავსულიყავი სკოლაში რომ დამთავრდებოდა ეს. მაგ დროს მივდიოდი ხოლმე. ხო და ის არის აქვია, დედა ჩემი სამსახურშია წასული, დგავარ. ვზივარ იმაზე დივანზე და ესე ამომაყირავა ხალხო დივანმა. მიცის რა იყო. და მე მეგონა ტელევიზორი არ გადმოვარდეს ახლა არიქა. წავიდე დროზე ახლიდან არ პეჭა მოინგრედა და რეცი რა თქვა. იმას ავქენი რა ქვია. ჩავედი სკოლაში და მიცის რა იგრძენიო. ვიგრძენი კი არა, ლამის გადმოვაბრუნდა კი არ ვიგრძენი. მე სამსახურში შემოქანა. დივნიანა. ხო. და ერთხელ კიდე ხალხო ამასაც გეტყვით და წავედი. მორჩევი. ერთხელ კიდე ჩავიცი გამოვიკაზმე სკოლაში. წავედი ჩემი დაფხრეტილი შარვლით გამოვიკაზმე იმას ავქენი რა ქვია იქით მოსახვეში გავედი და დავადექი გზას და გამიწვიდა ხალხო გამიწვინდა რას გამიწვინდა იმას ავქენი გასაწური ჩავედი სკოლაში რაღაცე მიდიოდი მე მივედი რა აზრი ქონდა მისულას არავინ არ იყო ყველა წასულა 3 თუ 4 ვიყავით კლასში. რა აზრი ქონდა მასწავლებელი ჩემოვიდა მე. რაღაცთვის დგახართ აქ წადით სახლებში. რო გაწვიმდა აღარავინ წამოვიდა ეთყობა. წადით სახლში რაღაცა იმას რატოს ველდები იმას უნდა დაიცვალოთ თავი. მიბრუნებულიყავი სახლში მასწავლებლები. მიბრუნებულიყავი სახლში რაღაცა დაიცვალე თავი. მე რა ვიცი აბა რაღაცა მივდიოდი. არ ვიყავი ბოლომდე ჩასული ხო? აქ ვიყავი და მომბრუნებულიყავ ხო შეიძლება. სახში. ხო, სახში. აგერ ვიყავ, ხო. მოსახვევამდეც არ ვიყავი მისული. მომბრუნდი სახში და რაღაც მიდიყარ იმ სკოლაში, ხო? ამას ეგონა გამებრაზდებიანო, მაგრამ არ გაუბრაზდებოდი. თუ გაუბრაზდებოდი ხა იმაში. საკონტროლო გქონდა იმ დღეს თან, ამით უმეტეს იმიტომ წავედი, იმიტომ უფრო წავედი. დღეს საკონტროლო უნდა დავეწერა. რა საკონტროლო სულ დაგვავიწყდა ისეთი წვიმა იყო. არა უბრალოდ იცი რა არის ხანდახან ისე უაზროდ გაწვიმდება ხოლმე რომ წამი აღარც ხოლ გაგშვილს და აღარ მოულოდნელად წამოვა ხოლმე ხანდახან მოდი დედი წავედი ახლა დაგემშვიდობებით ხალხო კარგად იყავით და აბა ხო მომავალ ვიდეომდე გაიხადით გამრავლდით გაბედნიედით და ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის რაც თორია უფლის წყალობა და ჯანმრთელობა ყოფილიყოს და დანარჩენი იქნება ცოტა იქნება თუ ბევრი იქნება, მაინც იქნება რაღაცა. აბა ჰე და აბა ხო. და მშვიდობა ყოფილიყოს კიდე. აბა ჰე, დაგემშვიდობებით. კარგად. მომავალ ვიდეომდე. დალაიქეთ ვიდეო, რეკლამებს უყურეთ. აბა ჰე და აბა ხო. კარგად იყავით, მაგრად იყავით, კარგი საღამო. ბაი.